ფაქტობრივად არ მახსოვს ჩემი თავი მარტო. ანუ დაახლოებით ვიყავი 4 წლინახევრის, რომ გაჩნდა მარიამი და მარიამის დაბადებას ველოდებოდი, აი სრული აღმაფრენით და მე ვაგულიანებდი დედაჩემს, რომ დედა არ ინერვიულო, დღეს მარიამი ჩნდება და ვიცოდით, რომ მარიამი უნდა დაბადებულიყო. უნდა იყოს სახლში აუცილებლად ხმაური, სულ სიჩუმე თუა რაღაცა, ესე იგი რიგზე არ არის, ვიღაცა გვაკლია, ნატალიკო გამოვიყვანათ, აი მიყვარს აი ეს ერთობლივი და ზუსტად მაგას ვარ მიჩვეული ჩემს მეგობრებთანაც. მე ჩამომაყალიბა ყოველ შემთხვევაში ექსტროვერტად და ესეთ პიროვნებად და სხვანაირად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენე, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი სამი გოგოს დამსახურება და დედაჩემის. აი რომ შემოდიოდნენ მაგალითად სახლში, აი ნატალია და ბარბარა შემომეგებებიან ხოლმე, რამდენად ცუდ ხასიათის არ უნდა ვიყო, ძალიან მიხალისებს ეს. მე შენ. არა, თქვი ახლა შენ რომ მართა მყავს დაიყოვები. არა, სულ ეს. კარგი, მე ძალიან მიყვარს ბარბარე. ხა შენ თქვი. კაი ბავშვა. რაც შენ გინდა, შენს გოგოებზე? კაი, მოდი თემით რა. თქვი. ბარბარე ყალაბაგი, ატრიკის მეტიკ რაზე. მე ავსემი და აბი მართა, მარიამი და ნატალია. და გური. ძალიან მიყვახათ. მე ვარ ეკატერინე ყიფიანი, 45 წლის. მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს. 4 გოგო მყავს, მართა 19 წლის, მარიამი 15-ის, ბარბარე 10-ის და ნატალია 5 წლის. ბედნიერები ვართ, მე მგონი ერთმანეთი რომ ყავს. ბარბარეს დიაგნოზმა ალბათ ყველა შეგვცვალა. დიდებიც და პატარებიც. აქვს დაუნის სინდრომი, არის ძალიან ყოჩაღი, ენერგიული. იმდენი დადებით შემიძლია თქვა, რომ რაღაცა უარყოფითიც კარგი იქნებოდა. მე თქვა, ალბათ იგივე რასაც ყველა მშობელი განვცით ჯიუტი არის. როგორც კი გამოვედით სამშობი არ უნდა დიაგნოზი, სადაც უკვე ცხადი იყო, გოგოებს თავიდანვე უთხარი და ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ზოგი მიჩევდა, რომ აი ბავშვები არიან, რა საჭიროა, მაგრამ მე პირიქით ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი ბარბარეს განვითარებისთვის. მას მერე ესე მოვდივართ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბარბარეს განვითარებაში მართას და მარიამს, განსაკუთრებით გამოვყოფ მარიამს. იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ჩვენ ბარბარეს ვჭირდებით და ბარბარე ჩვენ ძალიან გვჭირდება. გოგოების განვითარებაზე ბარბარესაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. მართას, მარიამის ამ შემთხვევაში დიდები არიან და იმიტომ, რა თქმა უნდა, ნატალიას ცხოვრებაც სულ რადიკალურად შეცვალა ბარბარემ. მათი მსხვერპლობაც სრულიად შეიცვალა. ზუსტად ვიცი, რომ კეთილსინდისიერები არიან ნებისმიერ დიაგნოზის მიმართ. ყველაზე მთავარი ჩემთვის ეს არის, რომ იყო კეთილშობილი, ღირსეული ადამიანი და ადამიანის დაფასება შეეძლოს. 10 შვილი რო ყავდეს, საზრუნავი, საფიქრალი თითოეულზე მაინც ბევრი არის. ამ შემთხვევაში მაინც გამერბის ხოლმე ფიქრები, რომ აი მე რო არ ვიქნები ნეტა ბარბარესთან რა იქნება, როგორ იქნება. წარმომიდგენია, რომ ყველა ერთად არის. სულ როდესაც რაღაცა კადრს ვხედავ, ან რაღაცა ფიქრით ვხედავ კადრს თუ ასე ფიქრით მივდივარ აზრი გონებით, ყველას ერთად ვხედავ. თავარი მაინც ეს არის, ოღონდ ჯანმრთელად ვიყოთ, ოღონდ მშვიდობით ვიყოთ, ერთმანეთი გვყავდეს დიდხანს. და ბედნიერების შეგრძნება, აი ეს არის უკვე. ეს არის ბედნიერების შეგრძნება და იმის იქით არ ვიცი.